ეს კიდევ ერთ-ერთი ღონისძიება, რომელიც ეხმარება ჩვენს მეომრებს, დაჭრილ მეომრებს, რომ შეინარჩუნონ ცხოვრების აქტიური რეჟიმი და ტემპი და რაც თავარია, ჩართული იყო საზოგადოება ამაში, რომ საზოგადოება ხედავდეს, რომ უჭერენ მხარს ყოველ შემთხვევაში ჩვენს დაჭრილ მეომრებს. რა თქმა უნდა, პოპულარობა იზრდება ყოველ შემთხვევაში ამ ღონისძიების. წელს რეკორდული რაოდენობა უკვე შარშანაც ბევრი იყო, მაგრამ წელს ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა. რაც თავარია, ცნობიერება არის ამაღლებული საზოგადოებაში, რომ მსგავს ღონისძიებებში ჩართულები ვიყოთ ყველა და ხარდაჭერა გამოვხატო ჩვენი ბიჭების მიმართ და ძალიან კარგი ფაქტი არის ეს. მსგავსი ფიზიკური აქტივობა არის გადამწყვეტი და ყოველ შემთხვევაში ამის ჩვენება, რომ ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია რომ მსგავს ღონისძიებებში ჩართულები ვიყოთ, არის ძალიან მნიშვნელოვანი. მადლობა ფონდს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ფონდის მხარდაჭერის გარეშე აქ არაფერი გამოვიდო და გამორიცხულია და ჩვენ ყოველთვის გზნობთ მათ მხარდაჭერას. ლევანდელი დღე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მონაწილეობას უკვე მესამეჯერ ვღებულობ. ეს ჩვენს დაჭრის ჯარისკაცებს мотивაციას აძლევს. ყველა ვიკრიბებით, ყველას გვიხარია, ყველა რო გვერდში გვიდგას, ამას ვზნობ ჩვენ სუყვანანი და მადლობა ამ ღონისძიებისთვის სუყვანას, ვინც ადამიანს, ვინც ამაში ღებულობს მონაწილეობას. ყოველ წელიწადს უფრო და უფრო მეტი ადამიანი ემატება, რომ შაშან უფრო ნაკლებად შეიმჩნეოდა ხალხმა წელს და გაცილებით ბევრი არის. კიდევ მოდიან როგორც ხედავ, ჯერ არ შეკრებილა სუყვანანი და გვახარებს და გვიხარია სუყვანას, რომ მთელი ხალხი რომ ბევრი ხალხი რომ ზრუნავს ჩვენზე და ჩვენს ჯარისკაცებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მარათონი უკვე ზედიზედ მესამედ ტარდება. გვინდა რომ ყოველ წელს ასე შევიკრიბოთ და ქართველი დაჭრილი მებრძოლებისა და მათი ოჯახების მიმართ პატივისცემა გამოვხატოთ. მზად ვართ მზესა თუ წვიმაში ვირბინოთ ამ გმირებისთვის. დაჭრილ მებრძოლთა ფონდი არის ჩვენი აქ ყოფნის მთავარი მიზეზი. მადლობა ფონდს და თითოეულ სპონსორს, რომელიც დღევანდელი გარბენის ორგანიზებაში დაგვეხმარა. მადლობა იმ ხალხს, რომელიც დღეს აქ მოვიდა. თუმცა ყველაზე მეტად მადლობა დაჭრილ მებრძოლებს ეკუთვნის, რომლებმაც საქართველოსთვის ყველაფერი გააკეთეს.